საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კირიონ მეორე საკუთარ მონასტერში მოკლული იპოვეს. 1918 წელს საქართველოში უდიდესი შეთქმულება მოხდა. დაიწყო გამოძიება, მაგრამ ოფიციალური პასუხები არავის აკმაყოფილებდა და ძალიან მალე ცხადი გახდა. ეს მხოლოდ ერთი მკვლელობა არ იყო. მის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით იღუპებიან მისი უახლოესი ადამიანები, ბერები, მირიანი და გერმოგენი, მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე, ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე. საქართველოში ეროვნული სასულიერო პირების მკვლელობათა სერია დაიწყო. ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან? ყველაფერს ის ამძიმებდა, რისი თქმაც ბევრს ხმამაღლა არ სურდა. ნუ თუ ყველაფერში ღალატიერია. არსებობდა ვარიანტი, რომ კირიონ მეორის მკვლელები ქართველებში უნდა გვეძებნა, ან ქართველებთან დაახლოებულ პირებში. რომ მაშინდელი ქართველი ერის ტრაგედია, სიძულვილის, დაპირისპირების და შიდა ბრძოლების შედეგი იყო. და ამ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ნახსენების სახელი იყო დავით დავიდოვი. ამბობდნენ, რომ ამ ყველაფერთან მას კავშირი ჰქონდა, მაგრამ ისტორია აქ არ იწყება და არც მთავრდება. საბჭოთა რეჟიმის დროს დავიდოვი უკვე მათ სისტემაში მუშაობდა. შემდეგ გადაასახლეს, როგორც აკეთებდნენ ხოლმე, და იქ პატიმრები მას თით საჭრიან. იყო ეს შურისძება თუ უბრალოდ დამთხოვა. სიმართლე დღემდე ბოლომდე გარკვეული არ არის. ამ ისტორიას ჩემზე უკეთ მოგიყვებათ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თეოლოგიის დოქტორი სერგო ვარდოსანიძე. ის ბრწყინვალედ ყვება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას და ეს ვიდეო უნდა ნახოს თელმა საქართველოს. მაშასე ნახეთ ვიდეო და აჩვენეთ თქვენს მეგობრებს. კირიონის მკვლელობა ეს შეკვეთილი მკვლელობაა და ძალიან ფილიგრანულად მოხდა ეს. აი რამდენი ხანი გავიდა და მკვლელობის შესახებ მხოლოდ ვერსიების დონეზე შეგვიძლია ჩვენ საუბარი. იგი 1918 წლის 8 ივნისს დამოუკიდებლობიდან ერთ თვეში დაახლოებით. რა ვიცით ამ მკვლელობასთან დაკავშირებით? დაიწყო მას ძიება მაშინვე. გაუმძიებელი იყო კობიაშვილი. ბევრი მასალები შეგროვდა, ბევრი დაიკარგა. კირიონი სადაც ოთახში ისვენებდა, მას ჰქონდა ასეთი წესი, ღამის 12 პირველ საათზე იძინებდა, დილით 5-ზე დგებოდა. და იმ ოთახში ვერ შეხვიდოდი, თუ წინა ოთახს არ გაივლიდი. აქეთ ოთახში, რომელშიც ეძინა რამდენიმე ადამიანს, ისინი ამტკიცებენ, რომ მათ ხმა არ გაუგიათ და მაშინ ბრაუნინგი ან დამბაჩას რო ეძახდნენ, იმას ისეთი ხმა შეიძლება ქონოდა, რომ 2 კილომეტრში სად იყო მაშინ მაყუჩიანი იარაღი. და როგორ ვერ გაიგო ვერავინ ხმა. და რომ არ გამოვიდა, შევიდნენ 6 საათზე და სისხლში ცურავდა. მისი დამბაჩა იქვე ეგდო. თვითონ რევოლვერით დადიოდა ის. და ის ტყვიები, რომელიც მის ბრაუნინგში იყო და ტყვიები, რომელიც მისი გულიდან ამოიღეს, სხვადასხვა იყო. ასე რომ თავი მოიკლა, ეს ვერსია რომ გაავრცელეს, მისი მტრებისგან იყო ესეთ. ვერსია ესეთი გავრცელდა მაშინ? ესეც გაავრცელეს მაშინ. საეჭვია მეტლე ვასილ კბილაშვილი გაქრა ეს კაცი საერთოდ. ამ მეტლემ აიყვანა ხომ? და არსად ის აღარ მეტლემ ვინ აიყვანა? ეს თვითონ კირიონი. აიყვანა სად ხდება ეს შემთხვევა? მარტყოფში. საპატრიარქო საზაფხულო რეზიდენცია იყო მარტყოფის ღვთაების მონასტერში. კიდევ ბევრი არის იქ საეჭვო ადამიანები. იძიებდა ამ საქმეს ცალკე იოსები მედაშვილი. ძალიან საინტერესო დასკვნები აქვს იმასაც. მე ამ დროს უკვე დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა დაემხო და მთელი ეს დოკუმენტები აქედან წაიღეს ყველაფერი და მე იოსებ მეგრელიძე იყო ასეთი პროფესორი, რომელიც დაახლოებული იყო ექვთიმე თაყაიშვილთან და იოსებ მეგრელიძე მითხრა ეგეთი რამ, რომ ექვთიმე თაყაიშვილმა მითხრაო ერთხელო, რომ მე მქონდაო საშუალება, რომ გავცნობოდიო ერთ დიდ საქაღალდესო. კირიონის მკვლელობასთან დაკავშირებითო და ეწერა, ეს არავინ არ უნდა წაიკითხოს. მერე განსვენებულ გურამ შარაძეს ვეკითხებოდი, იქიდან ხომ ჩამოიტანა ბევრი რამ მან. ეს არსად არ შეხვედრია. დარჩა სადმე, გაქრა. ფაქტიურად გაუხსნელია ეს მკვლელობა.
ვერსიებზე ბევრზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ კონკრეტულად ასე ვერაფერს ვერ ვამბობთ. შეიძლება ვთქვათ, რომ მაგალითად ეს შეიძლება ყოფილიყო რუსი ბოლშევიკების ან კომუნისტების, ვინც პირველი ეჭვმიტანილი იქნებოდა. ბოლშევიკების უფრო ნაკლებად, მაგრამ ამ საქმეში რასაკვირველია, შესაძლოა რომ ყოფილიყო ის ხალხი, ვისაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და კირიონი საერთოდ მიუღებელი იყო. მაგრამ კონკრეტულად ასე ბოლშევიკები უფრო ნაკლებად. იმიტომ რომ აქ არ არიან ჯერ ბოლშევიკები. ხო არ არსებობდა რაღაც ტიპის კონკურენცია ეკლესიის შიგნით, მე როგორც ყოფილი იურისტი სავარაუდო ვერსიებს გამოვთქვა. რა ვერსია შეიძლება ყოფილიყო? ფაქტობრივად პირველი პატრიარქის პლოვებას ეხება საქმე, რომელიც ოფიციალურად გახსნილი არ არის, ან ოფიციალურად გახსნილად არ ითვლება. არა. და სამეცნიერო წრეებთან და სამეცნიერო წრეებში, საჯარო სივრცეებში რა აზრია გამოთქმული ამასთან დაკავშირებით? ბატონო იაგო, ხარი ასეთი გამოთქმა, რომ ჩამდენმა ერთი წოდვა ჩაიდინაო, მაგრამ დამბრალებელმა ორიო, ხომ ეგრეა. მე ეს ვერსიები ყველაფერი განხილული მაქვს. ძალიან ვცლად მაქვს განხილული ეს, მაგრამ ეს მაქვს წიგნში და არ მინდა რომ ამას აი ესე საჯაროდ, იმიტომ რომ იმ ვერსიებში, რომლებზეც მე ვლაპარაკობ, ძალიან ბევრი ადამიანი ამოტივდება და თან ვერსიის დონეზეა ეს. და გადაცემის დროს შეიძლება ეს პირდაპირ მიიღოს მსმენელმა, რომ მტკიცებულებად მიიღოს. ეს მტკიცებულებები არ არის, რაც მე მაქვს. მოკლეს იგი და მკვლელობა ჩაიდინეს ისე, რომ ღალატთანაც ჰქონდა საქმე, იმიტომ რომ მის გარშემო ვინც ტრიალებდა, იმათ არ შეუშალეს ხელი ამ ამბავს და მკვლელი ისე გავიდა იქიდან. ერთ-ერთი, რომელიც მე შემსრულებლად ამ საქმისა მიმაჩნია, იყო ასეთი დავით დავითოვი, დავითაშვილი, რომელსაც ჯერ კიდევ გორის სასულიერო სასწავლებელში, როდესაც კირიონი ზედამხედველი იყო, მის ძმასთან ჰქონდა კონფლიქტი და შემდეგ ეს დავით დავითოვი სამკვდროს საეცოცხლოდ იყო გადამტერებული. მოითხოვდა საკათალიკოსო საბჭოს მდივნობას, რაზედაც კირიონმა უარი უთხრა, მოითხოვდა რაღაც პრივილეგიებს და საერთოდ არ იყო ის დადებითი პიროვნება. მე რა ბედი ეწია ამ პიროვნებას? რა შეეხება დავითოვის შემდეგ ტრიალებდა მაინც ეკლესიაში, თუმცა ბოლშევიკებმა რაღაცაზე ის დაიჭირეს, გადაასახლეს და აი ეს თითი ქონა წაჭრილი, აი იქ გადასახლებაში აი ეს თითი წააჭრეს. და ეს შემთხვევითი არ იყო. შემდეგ ვინ ხდება პატრიარქი? საერთოდ მართვა-გამგეობის ის დებულება, რომელიც 1917 წელს დაამტკიცეს, მართვა-გამგეობის იმ დებულებაში პირდაპირ ჩაიწერა, რომ კათალიკოს პატრიარქი კირიონი არის სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი და მცხეთის მთავარეპისკოპოსი. მართვა-გამგეობის დებულება ასე წარმართავდა. ხოლო თბილელობა, თბილელი მიტროპოლიტი დარჩა ლეონიდე. ისე ეს ხარვეზი იყო. მცხეთა თბილისი უნდა ყოფილიყო ერთის კათალიკოს პატრიარქის. და თბილელი ითვლებოდა კათალიკოს პატრიარქის მოსაყდრეთ. და ავტომატურად მოსაყდრე ასრულებდა კათალიკოს პატრიარქის მოვალეობას 1919 წლის 23 თებერვლამდე. ახალი არჩევნები აღარ ჩატარებულა, ვინაიდან მიიჩნიეს ლეონიდე კათალიკოსის მომხრეებმა, რომ ლეონიდემ პირველ საეკლესიო კრებაზე დააგროვა ხმების საკმაო რაოდენობა, 11 ხმით ნაკლები მიიღო კირიონმა და ამიტომ ახალი არჩევნების გარეშე იგი აკურთხეს 1919 წლის 23
თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად და შეუდგა იგი პატრიარქის მოვალეობის შესახებ. კირიონის მომხრეების პოზიცია ეს ხო მაინც საჯარო იქნება ნებისმიერ შემთხვევაში. კირიონის მომხრეების პოზიცია შემდეგ პატრიარქთან მიმართებაში ჯერ დავიწყოთ იმით ბატონო იაგო, რომ კირიონის მომხრეების მიმართაც განხორციელდა ასე რა ვთქვა ტერორი. მოკლეს ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე, რომელიც კირიონის ყველაზე უახლოესი თანამებრძოლი იყო. მოკლეს დიაკონი და შემდეგ მღვდელი იყო ის ტიმოთე ბაკურაძე, რომელიც კირიონის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. მოკლეს კირიონის უახლოესი ასე რომ ვთქვათ მორჩილი ბერი მირიან ბექაური არმაზის მონასტრის წინამძღვარი იყო. ერთი სიტყვით ესეთი ძალიან ძიმე სიტუაცია იყო. ხო, მაგრამ ამ დროს მთავრობაში ვინ ჯერ ხო ნოე ჟორდანიას მთავრობა? კი ბატონო, ნოე ჟორდანიას მთავრობა იყო. ნოე ჟორდანია გამოხატა ძალიან დიდი მწუხარება კირიონის გარდაცვალების გამო, გასცა განკარგულება, შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ ამ დროს ნოე რამიშვილი და დაიწყო გამოძიება, მაგრამ ეს გამოძიება ბოლომდე ვერ მივიდა. იქ რაც შეეხება მაგალითად დავით დავიდოვის მაპატიეთ ისა ტიმოთე ბაკურაძის მკვლელი ვინ იყო გაურკვეველი დარჩა აიხლანდელი სადაც ისა ავლაბრის მეტრო აი იმ ტერიტორიაზე არის მოკლული. რაც შეეხება ანტონ გიორგაძეს, ის მოკლეს 1918 წლის სექტემბერში და სიძემ შეურია ვერცხლისწყალი საჭმელში გვარად რედიგერი იყო და ის მოსყიდული იყო ის სიძე აშკარად. ვისგან? ლეონი მისა ანტონ გიორგაძის სიძე. და აი ის მირიან ბერის მკვლელები იყვნენ მცხეთის რაიონის სოფელი ძეგვის ცხოვრებნი დაიჭირეს. კვახაძე იყო გვარად ერთი და აღაჯანოვი მეორე. ესენი მკვლელები იყვნენ, მაგრამ ვისი შეკვეთით მოქმედებდნენ ეს სამწუხაროდ არ აღჩანს მათ საგამოძიებო. პირველი ეჭვიტანილი როგორც წესი მთავრობა არის ხოლმე ასე დროს და ანუ თქვათ ნოე ჟორდანიას ხელი შეიძლება და ამაში ყოფილიყო. ყველაზე ნაკლებად, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ ჟორდანია კირიონს პატივს სცემდა. უწმიდეს და უნეტარესი კირიონ მეორე პიროვნება, რომელიც ავტოკეფალიის და საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეკლესიური თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლო იყო. ნატანჯი კაცი, გადასახლებული. უამრავი ცილის წამების და უამრავი ტანჯვაწამების გადამტანი კაცი. როდესაც ის კათოლიკოს პატრიარქი გახდა, პირველი რაც გააკეთა ეს იყო რომ დაგზავნა ეპისტოლეები, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების, ასევე რომის პაპის და სომხეთის პატრიარქ კათოლიკოსის სახელზე. და ამ ეპისტოლეებში მაგალითად მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მოუწოდებს პატარა ისტორიას არის, რომ ჩვენ ვართ ეს ქვეყანა, უძველესი ქრისტიანობის მატარებელი ქვეყანა, გქონდა ავტოკეფალია, წაგვართო ეს უკანონოდ 1811 წელს, დავიბრუნეთ ახლა და მოვითხოვთ აღადგინოთ ჩვენთან ევქარისტიული კავშირი, ლოცვითი კავშირი. არა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებს, მაგალითად რომის პაპს, ის წერს, რომ ჩვენთან არიან ქართველი კათოლიკენიც. ამ ქართველ კათოლიკენებს არ აქვთ ახლა ქართულენოვანი ტიპიკონი და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მათ დაეხმარებით, რომ ქართულენოვანი ტიპიკონი გქონდეთ და ქართულად წირვალოცვა შეეძლოთ. ჩვენ შორის უნდა დამყარდეს, როგორც იყო ისტორიულად, მოქალაქეობრივი ურთიერთობა. არა ევქარისტიული კავშირი, მოქალაქეობრივი. იგივე
შინაარსის წერილს უგზავნის ყოველთა სომეხთა პატრიარქ კათოლიკოს გეორგ მეხუთეს. ის სხვათა შორის თბილისელი სომეხი იყო, აქაურის ნერსესიანის სემინარია ჰქონდა დამთავრებული, აი კავკასიის უნივერსიტეტი სადაც არის ახლა. იცოდა ქართულის და კირიონი ანგარიშს უწევდა იმას, რომ აქ იყო სომხური დიასპორა. ეს წერილები დაგზავნა. ამის შემდეგ მისი უმთავრესი საზრუნავი იყო ეპარქიების აღორძინება, ქართული სემინარიის დაარსება, გაქართულება სემინარიისა და ყველაფერი ის, რაც ისტორიულად ჩვენ ეკლესიას ჰქონდა და ერთი საუკუნის მანძილზე ეს ყველაფერი უკვე დავიწყებული იყო, ამის კვლავ აღორძინება და განვითარება. მაგრამ სამწუხაროდ კირიონს არ დასცალდა დიდხანს პატრიარქობა. რამდენ ხანსაც იყო, კიდევ ორ მნიშვნელოვან მოვლენაში მიიღო მან მონაწილეობა. ეს იყო 1918 წლის 26 იანვარს, ახალი სტილით 8 თებერვალს, როდესაც თბილისის უნივერსიტეტის გახსნის ცერემონია დაიწყო კათოლიკოს პატრიარქ კირიონ მეორის სამადლობელი პარაკლისით. აი უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მაღლა მესამე სართულზე იყო დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია. მერე პარტკომი იყო იმაში კომუნისტების დროს. და აი გადაიხადა სამადლობელი პარაკლისი, მისი თანამწირველი იყო დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე, მერე კათოლიკოს პატრიარქი და მთელი პროფესურა უნივერსიტეტისა, რომელიც აი პირველი პროფესურა ვინც იყო, ფილიპე გოგიჩაიშვილი, შალვა ნუცუბიძე, აკაკი შანიძე, კორნელი კეკელიძე და სხვები აი იქ არიან. ეს სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა პირველმა რექტორმა პეტრე მელიქიშვილმა, ის კათოლიკე იყო სხვათა შორის, და ივანე ჯავახიშვილმა კირიონ კათოლიკოსთან ერთად დაანთეს სიმბოლური სანთლები ცოდნისა და რწმენის ერთიანობისა. ეს მისთვის, კირიონ კათოლიკოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კირიონი მეცნიერი იყო, 300-მდე წიგნის ავტორია, პატარა და დიდი წიგნები. კირიონი იყო პიროვნება, რომელმაც რელიგიური წიგნებია თუ რელიგიური და ისტორიული, ფილოლოგიური. აი ქართული სიტყვიერების ისტორია სახელმძღვანელო, მაგალითად გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად კირიონის დაწერილია, ეთნოგრაფიული ძალიან საინტერესო ჩანაწერები აქვს მას, საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანი წერილები აქვს, გამოკვლევები აქვს და ის გამოკვლევა, რომლის შესახებაც მოგახსენეთ, ხომ განსაკუთრებულია საქართველოს კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში. კირიონი იყო კაცი, რომელმაც 300-მდე სტუდენტს მიაღებინა განათლება საკუთარი ხარჯით, საკუთარი ფინანსით. მაგალითად, მას ახასიათებდა ეგეთი რამე, რომ აი კორნელი კეკელიძე, როცა თბილისის სასულიერო სემინარიას ამთავრებდა, კირიონი ამ დროს გახდა ალავერდელი ეპისკოპოსი და წესად ჰქონდა ესწრებოდა სემინარიის დამამთავრებელ კურსის გამოცდებს. აი რომ ენახა როგორი სტუდენტები არიან, რასაკეთებენ და აი კორნელი მოეწონა. რა უნდა გააკეთო სემინარიას რომ დაამთავრებო, ეკითხება. წავალო სოფელ ტობანიერშიო, ცოლს მოვიყვანო, მღვდლად ვეკურთხებიო და იქნები იქო. ორი თუმანი მექნებაო თვეშიო, მაშინ მღვდელს სახელმწიფო აძლევდა ხელფასს. მაგორ თუმანსო მე გაუგზავნი შენ ოჯახსო. შენ კიევის სასულიერო აკადემიაში უნდა წახვიდო. დაუწერა რეკომენდაცია და გაუშვა კიევის სასულიერო აკადემიაში. კორნელი კეკელიძის ძმისშვილი იყო მწერალი მიხეილ კეკელიძე და მიხეილ კეკელიძე ვიცნობდი მე დიდი კაცი იყო მიხეილ კეკელიძე, გადასახლებაში ნამყოფი. და მან ვითხრა ასეთი რამ, რომ მამა ჩემისგან ვიციო, რომ ყოველ თვეში კონვერტით მოდიოდა ის ორი თუმანი. რაც
რასაც კირიონი დაპირდა, სადაც უნდა ყოფილიყო უგზავნიდა მაინც იმ ოჯახს. და კორნელი კეკელიძე, როცა პირველი ნაშრომი დაწერა, მიუძღვნა ეპისკოპოს კირიონს ასეთი წარწერით, რომ ძველებრაელებსო ასეთი წესი ჰქონდათ, რომ ყველაზე საუკეთესო, საუცხოოსო იმ კეთილის ყოფილს მიართმევდნენო, ვინც მათთვის განსაკუთრებული იყო. თქვენ ხართ ასეთი ჩემთვის. რომ ჩამოვთვალოთ, იმდენი ადამიანებია, ვინც ერთდროული დახმარება მიიღო კირიონისაგან და ამაში ქართველების გარდა არაქართველებიც არის, მაგალითად ერთ წერილში ის წერს ასეთ რამეს, რომ ოდესაშიო რომ ქართველები რომ მოდიან ხოლმე, მათთან ერთად მოდისო ერთი თბილისელი სომეხი ლეონ მელიქსედბეკოვიო, კარგი ახალგაზრდა. შემდგომ ის აკადემიკოსი იყო არმენოლოგიის კათედრის გამგე თბილისის უნივერსიტეტში. ცნობილი მეცნიერი. ანუ ამისთვის მეცნიერება და ღვთისმსახურება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, აი წეღან თქვი რომ მირონის კურთხევის საკითხი იყო ჩვენ ეკლესიაში ძალიან მნიშვნელოვანი ავტოკეფალის ერთ-ერთი ასე რომ ვთქვათ მტკიცებულება, რაც ისტორიულად ჩვენთან მზადდებოდა აქ მირონი. კირიონი როგორც კი პატრიარქი გახდა, მირონს ვერ მოამზადებენ აღდგომის კვირის გარდა. ეხლა ზუსტად ვიცი მე. ძველი სტილით 1918 წელს 22 აპრილს უწევდა აღდგომა. და მირონი უნდა მოეხარშათ აღდგომის კვირაში ორშაბათიდან ხუთშაბათამდე. ესე იგი 20-ში არა 19-ში მოამზადეს მირონი. ეს მოხდა ანჩისხატის ეკლესიაში, აი მანდ. მაშინ სვეტი ცხოველში არ მოამზადებიათ მირონი. სხვათა შორის მირონი თბილისში მზადდებოდა პირველად 1918 წლის 19 აპრილს იყო ძველი სტილით, 1920 წლის 25 აპრილს იყო, მერე იყო 1957 წელს უკვე სიონში, 62 წელს ისევ სიონში და 80 წელს მე-18 საუკუნის შემდეგ პირველად ახლანდელმა კათოლიკოს პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილიამ მეორემ მოამზადეს მირონი სვეტი ცხოველში. მახსოვს მე ვესწრებოდი, იყო საოცრება ეს პირველად, როცა აი სვეტი ცხოველში მოხდა მირონის მომზადება. ეს კირიონთან იყო დაკავშირებული. შემდეგ როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1918 წლის 26 მაისს, 2 ივნისს თავისუფლების მოედანზე კათოლიკოს პატრიარქმა კირიონმა და ტფილებმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ გადაიხადეს სამადლობელი პარაკლისი. 2 ივნისს საღამოს 6 საათზე საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესიაში სულ იყო მოქმედი 1450 ეკლესია. 1600 სასულიერო პირი იყო. ყველა მოქმედ ეკლესიაში და შემოკრავდნენ ზარს და მოძღვარი მრევლს გამოუცხადებდა, რომ დღეს თბილისში გამოცხადდა, დღეს არა, 26 მაისს თბილისში გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგომა, წაუკითხავდნენ დამოუკიდებლობის აქტს. მაშინ ხო ტელევიზიები არ იყო და არაფერი. ეს უშუალოდ ეხმარებოდა ამ იდეის გავრცელებაში. მაგრამ ეს უკვე სხვა თემა, ეს დიდი თემა, ამაზე ახლა ჩვენ შორს წავალთ რომ ვილაპარაკოთ. კირიონს ბევრი მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდა.